მშვიდობისა, ჩემო ანა. და ძვირფასო ტელემაყურებელო. მოგესალმები, მივესალმები ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებს, მაყურებელს და სანამ დავიწყებთ საუბარს, აუცილებლად მინდა ბათუმში მომხდარ ტრაგედიას შევეხო უსამძიმრებ ოჯახს და სრულიად საქართველოს. ეს მართლა ძალიან დიდი ტრაგედიაა და არ ვიცი, აქ აღარ არის საუბარი სხვა რაღაცებზე, აქ უკვე უსაფრთხოებაზეა საუბარი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ნამდვილად არ არის და ადამიანის სიცოცხლეს ეხება და განსაკუთრებით ბავშვები არ არიან უსაფრთხოდ ამ შემთხვევაში. ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, ასე რომ გავჩუმდები უბრალოდ ვუსამძიმრებ ყველას. გიერთდებიან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედია. სიტყვებით რომ ზედმეტია ისეთი, ამიტომ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს უბრალოდ და სრულიად საქართველოს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული ამ თემაზე საერთოდ რამე კომენტარის გაკეთება. დღეს ანა ვსაუბრობთ, ვიცი, გუშინდელი დღიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოსთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც გარეთ შევიკრიბეთ კიდევ ერთხელ. თუმცა დღევანდელი ჩვენი ეთერი იმ ადამიანებს დაეთმობათ, ვინც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩვენს ცხოვრებაში, დარწმუნებული ვარ თითოეული მათგანი. მაგრამ მათი ხმა კიდევ სულ სხვანაირად ჟღერს დღეს, სულ სხვანაირად გვაგონებენ თავის სიტყვას, თავის სათქმელს. მოკლედ და კონკრეტულად ჩვენი სტუმრები არიან ექიმები. კიდევ ერთი საპროტესტო მარში გაიმართა, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აერთიანებდა და მათ შორის იყვნენ ექიმებიც. ასე რომ დღეს ყავს ჩვენ ძვირფასი საყრდენი ასე თქვა ჩვენი ექიმები. კი, გუშინდელი აქცია ნამდვილად მრავალრიცხოვანი იყო, აერთიანებდა რამდენიმე 1000 ადამიანს, კი სხვანაირად ითვლიან ხოლმე იქ, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო გუშინდელ აქციაზე და დღეს გადავწყვიტოთ, რომ ჩვენ დღევანდელი ჩვენი ეთერი ექიმებისთვის დაგვეთო მათთან ერთად ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რამაც ისინი გამოიყვანა გარეთ, რა როლი აქვთ მათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და სად ხედავენ თავიანთ თავს, ასე ვთქვათ. იცი რა, ძალიან საინტერესოა ასევე რა აზრის არიან ეგრეთ წოდებული დასჯის მექანიზმებზე, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრეთ ჩვენს ეთერში, პროტესტის აუცილებლობაზე და ასე შემდეგ საკითხებზე, რომელზეც აუცილებლად მოგვიწევს დღეს საუბარი და ვისაუბრებთ და საინტერესო საუბარი და დიალოგები გველისმოდგეთ. დღევანდელი ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ექიმი, თერაპევტი არა, მოდი დავიწყოთ. კარდიოლოგი დავიწყებ, რამაზ მოსიაშვილი, მოგესალმებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ასოცირებული არა, კიდევ არა. ექიმი, ლაშა უჩავა, ენდოკრინოლოგი და ლიზა გოდერძიშვილი, პულმონოლოგი. ვიღაცები უბრალოდ გვაკლია უბრალოდ და ამიტომ ვიცოდი რომ უნდა ყოფილიყვნენ ჩვენთან ისინიც მოწვეულ სტუმრებში, თუმცა გამოგვაკლდნენ და არიან ეს არაჩვეულებრივი ადამიანები ახლა სახეზე. მოკლედ უნდა ვისაუბროთ იმ თემებზე, რაც უკვე თქვით, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია, აქაც, რუსთაველზეც და მოდი დავიწყოთ. ლაშა, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ექიმების ხმა დღეს. რომელიც საბედნიეროდ და ჩვენ და საბედნიეროდ მართლა ძალიან მკაფიოდ ისმის, ხმა მაღალია თქვენი სიტყვა, ძალიან გასაგებია, ძალიან ხშირად გხედავთ საპროტესტო აქციებზე და მე ასეთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ. რას ნიშნავს, როდესაც სამედიცინო საზოგადოება გამოდის გარეთ, დგება საპროტესტო აქციაზე და იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ისინი უბრალოდ კურნალიდლები შეიძლება იყვნენ მათი. მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ექიმების ერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი, ესე ვთქვათ, პროტესტის დროს და ისეთ მდგომარეობაში, მით უმეტეს ეხლა როცა ვართ, ეხლა როგორც ვართ საქართველოში, ეს ოღონდ არ დაწყებულა ექიმების პროტესტი ეხლა და ვთქვათ 28 ნოემბერს, მაშინ როდესაც ჩვენ გამოგვიცხადეს, რომ უბრალოდ ევროინტეგრაციაზე უარი უნდა ვთქვათ. ექიმების პროტესტი დაიწყო რეალურად მარტიდან, მაშინ როდესაც რუსული კანონის წინა
წინააღმდეგ გამოვიდა ხალხი და აპროტესტებდა ამ კანონს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ ეხებოდა, ვთქვათ, რაღაცა კონკრეტულ ორგანიზაციებს ეს კანონი და არ ეხება დღესაც და ეს კანონი ეხება თითოეულ ადამიანს, მათ შორის სამედიცინო საზოგადოებასაც. სამედიცინო საზოგადოებას ეხება რა კუთხით? ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობდით მაშინ ამაზე, რომ ჩვენ გვაქვს უამრავი გრანტი სხვადასხვა ქვეყნებისგან, არსებობს სხვადასხვა წარმომადგენლობა სამედიცინო საზოგადოების და ფარმაცევტული კომპანიების, რომელთა შემოსავალი ძირითადად არის ნამდვილად უცხოეთიდან და თუ ეს ჯაჭვი გაწყდებოდა და გაწყდება ალბათ ნელ-ნელა, არა მხოლოდ სამედიცინო საზოგადოებას, ანუ ექიმებს, საფრთხე ექმნება ამ შემთხვევაში პაციენტებსაც. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვექნება ის თანამედროვე მკურნალობის მეთოდები, რომელიც დანერგილი არის განვითარებულ ქვეყნებში. შესაბამისად, აღნიშნული თითოეულ ადამიანთან მივა, ნელ-ნელა მე არ ჩამოვთვლი ახლა მედიკამენტებს უამრავი არის და მათ შორის ენდოკრინოლოგიაშიც, რომელიც უკვე ნელ-ნელა გადის ბაზრიდან და სამწუხაროდ ანაცვლებს ისეთი მედიკამენტები, რომელზეც არანაირი დღესდღეობით ჩვენ კვლევა არ გვაქვს. კვლევას გულისხმობ არა იმ, თქვათ, ქიმიურ ორიგინალ ფორმულაზე, რომელიცაც უნდა შეიცავდეს აღნიშნული მედიკამენტი. ვსაუბრობ ბიოექვივალენტობაზე, რომელიც ნიშნავს იმას, თუ რამდენად მოქმედებს, რამდენად ეფექტურია და რამდენად შეღწევადია ის ორგანიზმში. შესაბამისად, ამ შემთხვევაში გამოდის რა, ჩვენ ვნიშნავთ მედიკამენტს და მას არანაირი ძალა არ აქვს, შესაბამისად არანაირი ეფექტი და ამ დროს პაციენტის ფსიქოლოგია მაინც განწყობილი არის იმისკენ, რომ ვინმე ან ფარმაცევტი, ან აფთიაქი, ან სახელმწიფო, რომელიც დამნაშავეა რეალურად ამ ყველაფერში კი არ არის დამნაშავე, არამედ ექიმი, რომელმაც დაუნიშნა პრეპარატი და შესაბამისად მისი დანიშნული პრეპარატი მას, ესე ვთქვათ, არ გამოადგა, არ უმკურნალა, არ მოარჩინა. აქედან გამომდინარე, მარტიდან დაწყებული, მე მგონი დამეთანხმებიან ჩემი კოლეგები, რომ ექიმების ერთობა ჩანს და ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ პაციენტებს, ეს იქნება, ვთქვათ, პირდაპირ საუბარში, თუ იქნება იქვე აქციებზე, სადაც ვნახულობთ ძალიან ბევრ ჩვენ პაციენტს, მივაწვდინოთ და გავაგებინოთ ეს, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის ჩვენ ვცხოვრობდეთ დამოუკიდებელ საქართველოში, უსაფრთხო საქართველოში და გქონდეს წვდომა ყველა იმ მნიშვნელოვან ინფორმაციასთან, რაც ხდება დღესდღეობით მსოფლიოში, რა კვლევები მიმდინარეობს, მათ შორის პრეპარატების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გქონდეს ინფორმაციები და ის თანამედროვე მკურნალობის მეთოდები იყოს დანერგილი საქართველოში, რომელიც სხვადასხვა სფეროში ნამდვილად წარმატებით არის დღესდღეობით საქართველოში და ამ ყველაფრის უკან დაბრუნება არ მოხდეს 90-იან წლებში და ჩვენ გვახსოვს ეს პერიოდი, როგორც გვაქვს გამოვლილი, გვახსოვს მაშინდელი სტაციონარები რა მდგომარეობაში იყო და ეს ფიქრობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ არის მხოლოდ ექიმების, ესე ვთქვათ, რაღაცა მხოლოდ და მხოლოდ წუხილი, ეს თითოეულ ადამიანთან მივა და აქვე მინდა მე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ყოველდღიურად როცა დავდივარ რუსთაველზე, მე ვხედავ ისეთ წარმატებულ ადამიანებს იქ, მერწმუნეთ, რომ მათ რაღაცა მატერიალური მდგომარეობის გამო იყოფნა არ ჭირდებათ, იმიტომ რომ მათ აქვთ ეს წარმატება, მათ აქვთ ეს მდგომარეობა, მაგრამ ისინი დგანან იქ სწორედ იმ იდეოლოგიისთვის, რომელიც არის თავისი სახელმწიფოს გადარჩენა და რამოდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად ვსაუბრობდი კიდეც იმას, რომ აი ჩემს ირგვლივ ვინც არიან ამ ხელისუფლების მხარდამჭერები, ვერც ერთი ადამიანი უცებ ვერ დავაკავშირე, რომ რომელიმე მათგანი მათ იდეოლოგიას უჭერს მხარს. ყველას, ვინც იქ
დგას იმათ მხარეს ეხლა ხო? აი რაღაცა ტიპის ანაზღაურება აქვთ ადამიანებისგან, ანუ ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან, ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ და მაშინ როდესაც იმ ადამიანებს, ვინც რუსთაველზე დგას და ჩვენ ძალიან ხშირად გაგვიგია ხო 100 ლარიანები თუ 50 ლარიანები თუ ასე 100-იც კი ანუ ეს იმის მიხედვით არის რა სტატუსი აქვს ხო და აი ცოტათი უხერხული არის მათგან მოკლედ ამაზე საუბარი და მეც მე უხერხულება ხოლმე ხშირ შემთხვევაში ამაზე საუბარი ძალიან მესმის რასაც ამბობს ხათაშორის ძალიან მნიშვნელოვანია ის აქცენტები რაც ლაშამ დასვა და ისაუბრა იმიტომ რომ ადამიანები რომლებიც უკვე მე-80 დღეა ხო თუ არ ვწდები რაც რუსთაველზე აპროტესტებენ და პროტესტი მიმდინარეობს რუსთაველზე ძალიან მნიშვნელოვანია რომ გარკვეული სფეროს კონკრეტული სფეროს წარმომადგენლები ადამიანებმა მათ სფეროში შესაძლო პრობლემებზე ისაუბრონ რას მოიტანს ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების რომელსაც ვაპროტესტებთ და ჩუმად არ ვარ და სწორია როცა ესეთ სიღრმეებში ჩავდივართ და დიდი მადლობა იმ აქცენტებისთვის რასაც ახლა ხაზი გავსვი იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანი კიდევ უფრო სხვანაირად დაფიქრდებოდა ჩემი საუბრის შემდეგ და მე მგონი მარიამმა რა კითხვაც დასვა ალბათ ეს ის კითხვა რომელსაც ყველამ უნდა ყველგან უნდა გასცეს პასუხი და რას ნიშნავს როცა სამედიცინო სფერო გადის ქუჩაში და აპროტესტებს მიმდინარე მოვლენებს თუ შეიძლება მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს მეც მინდა დავიწყო სამძიმრით იმ ოჯახის მიმართ რომელმაც გუშინ ეს საშინელი ტკივილი განიცადა ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა ფაქტობრივად უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების არარსებობას ძალიან ისეთი ნიშანდობლივია რომ ოცნების ქალაქში მოხდა ეს ტრაგედია და ეს არ არის პირველი შემთხვევა იმიტომ რომ ჩვენი შვილები ბავშვები დღეს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ თავს ვერც ერთი მოქალაქე ეს არის ზუსტად იმ ესეთი სისტემური პრობლემის შედეგი რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღეს არის ჩვენ არ გვაქვს საზედამხედველო სამსახურები არ გვაქვს მონიტორინგის სამსახური და არ გვაქვს უსაფრთხოება არც ერთ კომპონენტში და დღეს არც ერთი მოქალაქე რომელიც დილით სახლიდან გადის არც ერთი თვალსაზრისით არ არის დაცული და ვუსამძიმრებ როგორც თქვენ ბრძანეთ მთელ საქართველოს ეს არის ყველას ტრაგედია რაც შეეხება თვითონ ექიმების როლს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია და მე დავეთანხმები ლაშას. ალბათ ექიმები არიან ის საზოგადოება და ის სოციუმი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა. ჩრდილოეთისაკენ ეს არის უკვე გაცხადებული და ჩვენ ყველაზე მკაფიოდ და ასე ვთქვათ ხელშესახებად ეს ვიგრძენით, როდესაც ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ მიიღო კანონი ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის შესახებ, ვინაიდან ეს პრაქტიკა უკვე არსებობდა რუსეთის ფედერაციაში წლების წინ და ძალიან კარგად იციან ექიმებმა ამას ქრონოლოგიურად რა მოყვა. ის საერთაშორისო პროექტები, რომლებიც ხორციელდებოდა ამ ტერიტორიაზე, რასაკვირველია, მაშინათვე შეწყდა და ეს ადამიანები, მილიონობით ადამიანი დარჩა იმ ძალიან დიდი ბენეფიტების გარეშე. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ კვლევა, შევადარეთ იმ პერიოდში, ანუ როგორ ვითარდებოდა ეს პროცესები, ეს რუსეთი ძალიან ხელშესახებია ჩვენთვის და აქედან გამომდინარე ჩვენ გვქონდა წვდომა იმ ინფორმაციასთან და ნამდვილად ტრაგიკული იყო. მე ძალიან კარგად მახსოვს, მაშინ ჯანდაცვის სისტემაში მუშაობდი, როგორ ძალიან მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი იყო C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. პრაქტიკულად ხელისუფლების ავიზიტო ბარათი გახდა, თავს იწონებდა და რეალურად ასე იყო. ეს იყო მიმზიდველი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და მახსოვს ძალიან ბევრი ეთნიკური არაქართველი, მათ შორის რა თქმა უნდა აფხაზები, რომლებიც ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, ჩამოდიოდნენ, იღებდნენ მოქალაქეობას და ეს აისახება სტატისტიკურ მონაცემებში. ეს არის ძალიან დიდი რიცხვი, იმიტომ რომ ჩვენ გავხდით ასე ვთქვათ მიმზიდველები. სწორედ ეს იყო აი დასავლური ღირებულებები ხვდის ჩვენ მიმზიდველად. და სამწუხაროდ იგივე C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე, რომელმაც 10,000-ობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, დღეს ეს პროგრამა საფრთხის ქვეშ არის, იმიტომ რომ ამას აფინანსებდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სრულად. ეს იყო ნებისმიერი ბენეფიციარისთვის ძალიან ძვირად ღირებული პროექტი, სრულიად ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი. ეს მათთვის იყო უფასო, ამ ხარჯებს თავიდან ბოლომდე იღებდა ეს ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ოპერირებს.
აქედან გამომდინარე ის ყველა დანარჩენი უზარმაზარი პროექტი, რომელიც უბრალოდ არ არის სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებული და ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ჩვენ ამის რესურსი არ გაგვაჩნია. არის უამრავი პროგრამა, იგივე ტუბერკულოზის, შიდსის და ასე შემდეგ და ჩვენ სამწუხაროდ ამ თვალსაზრისით საკმაოდ ესეთი მოწყვლადი საზოგადოება გვყავს და ძალიან ბევრი სოციალური გამოწვევიდან გამომდინარე გვყავს ბენეფიციარი, ხო? ანუ ჩვენ ვერ მივცემთ თავისუფლებას ჩვენი ფინანსური რესურსებით, რომ ეს პაციენტების, რომელთა რიცხვი სამწუხაროდ ზრდადია და არაკლებადი, რომ ამათ მივხედოთ, ხო? ასევე B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დგას დღეს წესრიგში, რომელიც ასევე ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის. არავინ არის ის რა ბედი ეწევა ამ პროგრამას და იმ ბენეფიციარებს, რომლებიც წლებია ელოდებიან და უამრავ პროექტზე შემიძლია ვისაუბრო. ეს არის არა მხოლოდ პროგრამა, ამას მოყვება რა თქმა უნდა ეს პროგრამა, რომ პროგრამის იმპლემენტაცია რომ მოხდეს, ანუ სახელმწიფოში ექიმები გადიან გადამზადებას, მომზადებას, სწავლებას და უამრავი რესურსი ფინანსური და ინტელექტუალური იხარჯება ამასთან მიმართებაში. ფაქტობრივად ეს მიმართულებები არის, ანუ არ ვიცი, თუ რუსეთის ასე ვთქვათ მაგალითი განვითარდა და ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ პროცესების შეჩერება და ჩვენი საგარეო კურსი ევროინტეგრაციისკენ აი ესეთი რისკის ქვეშ დადგება, უამრავი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახება და ამას აბსოლუტურად პოლიტიკური დატვირთვა არ ექნება, იმიტომ რომ ეს არის თითოეული ადამიანის პრობლემა, თითოეულ ადამიანს დაუკაკუნებს კარზე ეს პრობლემა და როგორც პრაქტიკოსი ექიმები ამბობენ, ბუნებრივია ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მედიკამენტები. ფარმაცევტული ინდუსტრია და ჩვენ ვიცით, რას გვთავაზობენ დღეს ამ ინდუსტრიის წარმომადგენლები, ანუ რა მეთოდოლოგიით ახერხებენ ჩანაცვლებას და ესეც რასაკვირველია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახება. ეხა სეზონური გრიპის, ასე ვთქვათ, პიკია და პრაქტიკულად ყველა ოჯახში არის რაღაცა ესეთი პრობლემა და მე პირადად წავაწყდი ესე იგი ძალიან გამიჭირდა ევროპული წარმოების მედიკამენტის შეძენა. უკვე პრობლემა. ძალიან ბევრი პრეპარატი უკვე ამოღებულია ქსელიდან და ძალიან ნიჭიერად ეს არ ვაკნინებ არავითარ შემთხვევაში ამ სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც უბრალოდ საფთიაქო ქსელში მუშაობს. გთავაზობენ მაშინათო ესეთ პრეპარატს, რომელიც არის ან რუსეთის წარმოებული, ან განვითარებადი ქვეყნის, რომელიც ეხლა ჩვენ როგორც ექიმები ზუსტად ვიცით, ხო, რამხელა როლი აქვს დიაგნოსტირების მერე უდიდესი როლი აქვს შედეგის დადგომისთვის, მკურნალობას, ეფექტიან მკურნალობას. ანუ ეს სიკეთეც, ასე ვთქვათ, ჩვენთვის. იგივე ონკოლოგიური მიმართულების პაციენტებისათვის და უამრავია უსაზღვროდ და უსასრულოდ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ. აქედან გამომდინარე, ექიმების როლი, ექიმების ხმა არის უმნიშვნელოვანესი, ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვდგავართ უდიდესი რისკის და უდიდესი გამოწვევების წინაშე. და ალბათ არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი რომ ექიმები არიან ყველაზე ასე ვთქვათ ემპათიური ადამიანები და აუცილებლად ალბათ ცოტა მოგვიანებით იქნება საუბარი იმასთან მიმართებაში ჩვენ ანუ დამატებით კიდევ რას ვაპროტესტებთ არა მხოლოდ ამ ასე ვთქვათ არჩევნების არ შემდგარ არჩევნებს და არალეგიტიმაციას ამ ხელისუფლების არამედ ეს არის იმ ადამიანების მიმართ დამოკიდებულება რასაც ეს სასტიკი მეთოდებით ანგარიშს სწორება ჰქვია და ის ფორმა, რასაც ადამიანები პროტესტისთვის მიმართავენ, ის არის უკიდურესი ფორმა და ამაზეც ალბათ ცოტა მოგვიანებით ვრცელად ვისაუბრებთ. აუცილებლად ვისაუბრებთ ამ თემაზე. თუ შეიძლება ახლა ბატონო ამასთან გადავა. იგივე კითხვით, ისევ იმაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში ამ კითხვაზე პასუხია თქვენგან. სამედიცინო საზოგადოება ერთ-ერთი ნაწილი არის ეს სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელიც ქმნის ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზმს. ხო, სამედიცინო საზოგადოება არასდროს არ ყოფილა ინდიფერენტული ამან თუ იმ რაღაც ისა რა ქვია არასდროს არ ყოფილა ინდიფერენტული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი და ყოველთვის რეაგირებდა ხოლმე ამა თუ იმ დოზით. ეს იყო თუნდაც ყველ ნებისმიერი პოლიტიკური რეპრესიები, მაგალითად წინა ხელისუფლების ამ ხელისუფლების პერიოდში ყოველთვის სამედიცინო საზოგადოება იყო ავანგარდში და თავის სიტყვას ყოველთვის ამბობდა.
იგივე მაგალითად ჩვენი უბედურება ზოგადად სამედიცინო საზოგადოების უბედურება დაიწყო აი 520 დადგენილების მიღებით და იქედან წავიდა ეს დაღმასვლა ზოგადად ამ დარგის საქართველოში. ანუ წვდომა შეგვეზღუდა სამედიცინო ბიზნესს შეეზღუდა წვდომა იმ დასავლურ ბენეფიტებთან და დასავლურ ტექნოლოგიებთან და ცოდნასთან, რომელიც ჰქონდა მანამდე. გარკვეულ მიზეზის გამო. სამედიცინო სფერომ რეაგირება მოახდინა მწვავედ საკმაოდ, იყო იქ პროსახელისუფლებო სამედიცინო ჯგუფები, რომელიც პირიქით დაშტუკრავდა ამ 520 დადგენილებას და მათაც გაიაზრეს დღევანდელ დღეს, რომ და ძალიან დიდი შეცდომა იყო მაშინ მხარის დაჭერა ხელისუფლებისთვის, რადგან ამან მოიტანა ძალიან დიდი დაღმასვლა უკუსვლა, ესე ვთქვათ, ამ სფეროში, სამედიცინო სფეროში. ზოგადად მე ვიტყოდი, რომ სამედიცინო სფერო ისევე უნდა რეაგირებდეს, როგორც სხვა დანარჩენი ჯგუფები, ეს იქნება პოლიტიკური, სოციალური ჯგუფები თუ სხვადასხვა დარგები. ვუერთები იმ თქვენ სამძიმარს, ბათუმში განვითარებულ ტრაგედიას, ჩვენ ზოგადად საზოგადოება მივეჩვიეთ რატომღაც ეს ძალიან ცუდი არის ჩვენთვის, რომ მივეჩვიეთ ეს ტრაგედიები კი ბატონო, რამოდენიმე დღე ვიხმაურებთ, რამოდენიმე დღე სინანულს გამოვთქვამთ, მაგრამ მე უბრუნდებით ისევ ჩვეულ რიტმს და რეჟიმს. ასეთი იყო ტყიბულის ტრაგედია, შახტში დაიღუპა თუ არ ვცდები 18 მეშახტე, იყო ერთი კვირა, ორი კვირა სინანული გქონდა და მე მივივიწყეთ ეს ყველაფერი. მე იყო შოვის ტრაგედია. მე იყო უბრალოდ მანამდე იყო ვერეს ადიდება, ვერეს ტრაგედია და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ რაღაცა აი ის რაც ჩვენ ადამიანად გვაქცევს, ის ემპათია, ხო, გვეკარგება და გვეკარგება თვალსა და ხელშუა საერთოდ აი გვიქრება ეს ყველაფერი. მე ძალიან მწუხვარ ამას ვამბობ. ის ორი ცირეწლოვანი, რომელიც დაიღუპა გუშინ წუხელ, ხო, აი ასე მოხდება ამ შემთხვევაში და თუ საზოგადოება ისევ არ გამოფხიზლდება და ხმამაღალ სიტყვას არ იტყვის. ანუ ჩვენ ვაპატიეთ აბსოლუტურად. ანუ ამის მიზეზი რა არის? ის რომ საზოგადოება პატიებს ხელისუფალს აი ასეთი ტიპის ტრაგედიებზე, რომ პასუხს არ აგებს. ხო? ანუ ახლაც თუ ჩვენ ვაპატიეთ ეს ხელისუფლებას და მათ სათანადოდ არ დავსჯით, ესე ვთქვათ, ანუ ის რომ პასუხისმგებელი თანამდებობის პირები თუ არ მოიხდიან ვალს ამ დანაშაულის წინაშე, მაშინ ჩვენ იგივე დაგვემართება როგორც სხვა დანარჩენი წინა ტრაგედიები. ხო, რაც შეეხება სამედიცინო სფეროს, ამ პროტესტში ხმამაღალი ხმა აქვს, ესე ვთქვათ, სამედიცინო სფეროს ექიმებს ექთნებს, ანუ მათი ხმა კარგად ისმის. ყველასთვის გასაგები ენა არის, იმიტომ რომ ჩვენ უშუალოდ ვესაუბრებით საზოგადოებას, პაციენტის სახით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიცით გვესმის მათი და მათაც ჩვენი ესმის, ჩვენი მიწოდებული სიტყვა. ამიტომ სამედიცინო სფერო არ უნდა გახდეს ინდიფერენტული ამ პროცესებისადმი და მე მოვუწოდებ უბრალოდ ყველას, აბსოლუტურად ყველას, ვისაც ხელეწიფება ზოგადად ეს სიტყვა მიიტანოს საზოგადოებასთან, აუცილებლად უნდა ამოვიღოთ ხმა, იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც ხომ გრძნობთ ყველა, რომ უკან და უკან მიდის ეს ჩვენი სფერო, მით უმეტეს აი ამ გლობალური პოლიტიკის ფონზე და ჩვენ ვრჩებით აფსაიდში ნელ-ნელა რატომღაც ვქრებით, ესე ვთქვათ, იმ პოლიტიკურ რუკიდან, რომელიც აქამდე გქონდა, რა ადგილიც გვეჭირა აქამდე. ამიტომ ჩვენი ის ბენეფიტები, რაც ევროპული, დასავლური, ამერიკული მედიცინიდან ბენეფიტებს ვიღებდით, ხო? ნელ-ნელა ჩვენ უკვე წვდომა პირველი ხელიდან უკვე გვეზღუდება. ამიტომ ჩვენ თუ არ გვინდა რომ გავხდეთ რუსეთის რომელიღაც გლუბინკის მედიცინად, ხო? ამიტომ უნდა ამოიღოთ ექიმებმა, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებმა ხმა და ერთად უნდა დავდგეთ იმისთვის, რომ ჩვენ სხვა ფორმა ჯერჯერობით ვერ მოვიფიქრეთ პროტესტისა, რომელიც აი აღუდგებოდა წინ ამ დიქტატურას.
ძალიან დიდი მადლობა ბატონ რამაზ და ქალბატონი ლიზა გისმენთ. ისმის კი ისმის. მე მინდა ერთი რამე ვთქვა ძალიან ცალსახად. ჩვენ პროფესია თავისთავად გულისხმობს თავისუფლებას. ექიმი არის თავისუფალი. თუ ექიმი არ არის თავისუფალი, ის ვერ იქნება ექიმი. ისტორიულად ყოველთვის ასე იყო. სამწუხაროდ ამ თავისუფლების შეზღუდვა ყველაზე მეტად აისახება ახალგაზრდა ექიმებზე, როგორც შედეგი. მე არ ვამბობ, რომ მათ ეზღუდებათ უფრო მეტად ვიდრე ჩვენ, არა, ყველას ერთნაირად გვაქვს ახლა თავისუფლება შეზღუდული და ყველა ერთნაირად ვიბრძვით ჩვენ თავისუფლებისთვის. პირველ რიგში ჩვენთვის თავისუფლება არის იმ ახალგაზრდებისთვის იმ საშუალების მიცემა, რომლისთვისაც 30 წელიწადია ვიბრძვით. განათლების პირველ რიგში. განათლება შესაძლებელია გახდეს ძალიან ნაკლებად ხელმისაწვდომი მათთვის, მე ვამბობ, ის სწორი განათლება, სწორი მიმართულება. მე არ ვიცი ახლა როგორ უნდა შეიცვალოს ან იცვლება ეს ვექტორი და შეიძლება მავანმა თქვას, რომ ნუ ყველა მიმართულებით შეიძლება ახლა ძალიან კარგია, ვთქვათ, სადღაც მედიცინა, იქ სადაც ჩვენ არ ვიცით, რომ კარგია, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულების ხალხი ვართ და ჩვენი ახალგაზრდებიც აქეთ მიდიან. და უბრალოდ აქ ყველაზე დიდ საშიშროებად მე ის მეჩვენება, რომ ჩვენ ამ ახალგაზრდებს ვერ გავაჩერებთ ვერასოდეს და ეს ახალგაზრდები უბრალოდ თუ კი მათ ამ ქვეყანაში ვერ შექმნეს ის თავისუფალი გარემო და განათლება, ხელმისაწვდომი და კარგი და ხარისხიანი და ვერ იმუშავეს ხარისხიან მედიცინაში, უბრალოდ დატოვებენ ქვეყანას. ეს არის ყველაზე დიდი საშიშროება, რისიც მე მეშინია. იმიტომ რომ ჩვენ უკვე წინათაობა ვართ. ჩვენ ახლა აი აქ ჩვენ დრო გველაპარაკება. ახლა ეს ტერმინი ჩემი მეგობრისგან ვისესხე და მადლობა მას, ჩვენი ახალგაზრდების სახით დრო გველაპარაკება. მათ არა აქვთ ვიღაცის მიმართ გამოკვეთილი სიმპათია, არა. ისინი არ უდგანან არანაირ გამოკვეთილად პოლიტიკურ პარტიებს, ეს მე მინდა ცალსახად დავაფიქსირო. არ არის ეს. ისინი აღუდგნენ და ყველაზე ხმამაღლა ისინი გამოდიან დღეს, ისინი აღუდგნენ მათივე თავისუფლების შეზღუდვას და ისინი თავისუფლებაში არიან დაბადებულები. ვერ ვიზამთ ამას ჩვენ, ვერ გავაჩერებთ, რომ გვინდოდეს ჩვენ წინათაობას, ამას ვერ გავაჩერებთ და ეს არის ის ძალა, რომელმაც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა და გადაარჩინა როგორც ქვეყანა დამოუკიდებელი. ეს რომ არ ყოფილიყო ეს შინაგანი ეროვნული ძალა, რომელმაც ჩვენს ახალგაზრდებში არის დღეს, ჩვენ ვერ გადავრჩებოდით. და ის განათლება, რომელიც მათ ჭირდებათ, ყოველ შემთხვევაში დღეს ჩვენ ვიცით, რომ მოდის დასავლეთიდან. ჩვენ ასე ვიცით. ჩვენს ინსტიტუტებში ვასწავლით დასავლური წიგნებიდან და ისინი ინფორმაციას იღებენ, იმიტომ რომ ეს არის სწორი მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ინფორმაცია და ეს მტკიცებულებებზე დაყრდნობილი მედიცინა მართავს დღეს ჭეშმარიტ, ასე ვთქვათ, მედიცინა, სადაც გამოსავალზე აგებ პასუხს, სადაც არის ხარისხი. და ხა რაც შეეხება იქ დანარჩენი როგორ უნდა რეაგირებდეს ექიმი დასჯაზე, ხო, შეიძლება ჩვენ არ ვართ იურისტები, მაგრამ ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ყველა პროფესიასთან, ეს არის ერთადერთი პროფესია, სადაც 6 წელი ვსწავლობთ. სანამ დავიწყებთ პროფესიულ გადამზადებას და შემდეგ კიდე მინიმუმ 3 წელი, სანამ ვიღაცას დამოუკიდებლად ვკითხავთ რა გაწუხებს. ხო, მთელი ცხოვრება ვსწავლობთ ჩვენ. და ამიტომ ჩვენ შეცდომების დაშვების უფლება, ჩვენ სიყალბის დამკვიდრების ჩვენს პროფესიაში სიყალბის დამკვიდრების უფლება არ გაგვაჩნია. და ეს უნდა გაესწორებინა იმ თაობას, რომელიც ახლა დგას ყველაზე მეტად ჩვენს ვგავართ. უბრალოდ ესენი არიან მთავარი მამოძრავებელი ძალა. და თუ ამას დაგტოვეს და წავიდნენ, დარგიც დაგვექცევა თავზე და ქვეყანაც. თამაშერისთვის ვიბრძვით კი ნამდვილად ასე. ნამდვილად ეს. ძალიან დიდი მადლობა და სოფო, ჩვენთან გამოვიდეთ. რამდენად მნიშვნელოვანია ასე ორგანიზებულად პროფესიული საზოგადოებების გაერთიანება, აი როგორც მაგალითად ამ შემთხვევაში მედიკოსებმა შეძელით და გუშინ იყავით წარმოადგენელები ეს. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. მეც არ შემიძლია სამძიმრით არ დავიწყო, ეს არის უდიდესი ტრაგედია. მინდა მივსამძიმრო ოჯახებს და დაგესესხებით და მივსამძიმრო მთელ საქართველოს, იმიტომ რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და არ ვიცი, სიტყვები არ მაქვს, მართლაც სიტყვები არ მაქვს, რა შეიძლება მეტი
ამასთან დაკავშირებით თქვა. ხო, რაც შეეხება პროტესტს. პირველ რიგში მე ვამაყობ ჩემი პროფესიით ვამაყობ იმ ადამიანებით, რომლებიც ამ პროფესიას წარმოვადგენთ, იმიტომ რომ ხედავთ ყოველდღიურად მართლა როგორ ხმამაღლა ისმის ექიმების, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ხმა. აი მე პირადად აღარ ვისაუბრებ, ჩემო კოლეგებმა საკმაოდ ვრცლად და ამომწურავად ისაუბრეს იმ სიკეთეებზე, რასაც ჩვენ დასავლეთისგან ვიღებთ. ამ შემთხვევაში კონკრეტულად სამედიცინო სფეროს მიმართულებით იმ სიკეთეც არ ქვია ამას, იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროგრამებზე, მედიკამენტებზე და ასე შემდეგ, რასაც იღებენ ჩვენი მოქალაქეები და რაც დღეს სამწუხაროდ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ძალიან დიდი რისკის ქვეშ დააყენა. ძალიან დიდი რისკის ქვეშ ჩვენ ვიცით რომ არაერთი პროექტი შეჩერდა, ჩვენ ვიცით რომ არაერთმა დასავლურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ ოპერირება შეაჩერა ჩვენს ქვეყანაში და ეს აუცილებლად საბოლოოდ მიგვიყვანს ძალიან მძიმე შედეგებამდე. ჩვენ აქ გვაქვს საუბარი ჩვენი მოქალაქეების, ადამიანების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე. არ ვიცი, ხო, ჩვენ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას არასოდეს რომ არ აინტერესებდა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ეს პირადად მე ძალიან მძაფრად ვნახე განსაკუთრებით კოვიდის დროს. ძალიან ბევრი რაღაც გადავიტანეთ ყველამ ერთად, ძალიან ძიმე პერიოდი გავიარეთ და ყველაზე კარგად სწორედ იქ დავინახე მე თუ როგორი უნიშნელოა ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ჩვენ ექიმები, მე პირადად ვარ ექიმების ოჯახში გაზრდილი, თითქმის ყველა ოჯახის წევრი მყავს ექიმი, ბაბუაჩემი იყო პროფესორი, აკადემიკოსი, რომელმაც ვახტანგ კრიფიანი, რომელმაც გაზარდა უამრავი ექიმი. ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვხედავთ და რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან 24 საათის განმავლობაში და მე მთელი ბავშვობა მახსოვს რას გვასწავლ მასწავლი და მე პირადად ის რომ მთელი ცხოვრება მესმოდა ერთი რომ ჩვენ უნდა გადაგვედო ყველაფერი გვერდით და უნდა გვეზრუნა ადამიანების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე და არაფერი არ უნდა არსებობდეს ჩვენ ცხოვრებაში გარდა იმისა რომ ვიზრუნოთ ჩვენ ადამიანებს და რას ვხედავთ ამ დროს რას აკეთებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება რას უყურებთ ჩვენი მოქალაქეების თავებზე მურბენალ ტიტუშკებს და გომელაურის უცხების წარმომადგენლებს ჩვენ გვახსოვს თუნდაც მაკაჩიხლაძის და გიორგი შეწირულის ფაქტი რომ ავიღოთ როგორ შეიძლება რომელიმე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა იმ ადამიანმა რომლებიც მართლაც 24 საათის განმავლობაში ეს ადამიანები მე ამ წუთას როგორც კლინიცისტი ექიმი არ მუშაობ მაგრამ აი ეს ადამიანები 24 საათის განმავლობაში დგანან ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისადმი არ არსებობს არაფერი აი გარდა ამისა და რას უყურებთ გურამროგავას შემთხვევას ინციდენტი ინციდენტი წარმოუდგენელია. შესაბამისად, კიდევ უფრო ბევრი ვიქნებით. კიდევ უფრო მეტად ძლიერები ვიქნებით. გუშინდელი დღე კიდევ ერთხელ იყო მაგალითი იმისა, თუ რა შეუძლიათ ექიმებს. რამდენი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იდგა გუშინდელ აქციაზე. თქვენ ალბათ ყველამ კარგად ნახეთ. და ის ადამიანებიც კი, რომლებიც მე არასოდეს მინახავს საპროტესტო აქციაზე ის ადამიანებიც კი რომელიც არასოდეს გამოსულან გარეთ და ალბათ ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან დღეს დგანან გარეთ და იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და რეალურად უკეთეს მომავალზეც აღარ არის საუბარი ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის იბრძვიან იმიტომ რომ ყველაფერს გვაკარგინებს რუსი ოლიგარქი პირადი კეთილდღეობის გამო და ყველაფერს აკეთებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება რომ 100 ამოვნოს რუსი ოლიგარქი რომ შემდგომა ბიძინა ივანიშვილს თავზე ხელი გადაუსვას პუტინმა და მან კარგად შეინარჩუნოს ის პირადი სიკეთეები რაც რუსეთისგან აქვს აი ეს ყველაფერი ეწირება ამას ჩვენი ქვეყანა ჩვენი მოქალაქეები ეწირებიან ამას მის პირად კეთილდღეობას ამას არ დავუშვით ამას ქართველი ხალხი არ დავუშვით დღეს როგორც იქიმა შემიძლია ვთქვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამას არ დავუშვით
როგორ შეიძლება დავუშვათ ის ყველაფერი, რასაც უყურებდით, რას უშვებიან მართლაც თავისუფლებისთვის მებრძოლ ამ საოცარ ახალგაზრდებს, ხო? არაერთი დღე გამოვიარეთ, უმძიმესი დღე გამოვიარეთ ჩვენს. სწორედ ამიტომაც არის ზოგადად ექიმების და უпростоრად საზოგადოებების ასეთი გაერთიანება და ძალიან მნიშვნელოვანი, არ შემიძლია მარიამ. მაღალი სიტყვის თქმა და ერთმანეთის გვერდში დგომა, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია არ შემიძლია დღეს არ შევეხო ასევე მზია ამაღლობელის და თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას. რა ხდება რეალურად? ხო, ხელისუფლება მიზანმიმართულად კლავს მათ. ამას მეტი არაფერი ქვია. ჩვენ ამას არ შევეულებით. ქვეყანა არის უდიდეს კრიზისში და გამოსავალი არის ერთადერთი. პირველ რიგში, რაც ამაზე საუბარი ზედმეტია, დაუყოვნებლივ გათავისუფლება რეჟიმის თითოეული ტყვის, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ისჯებიან, რომ უყვართ ჩვენი ქვეყანა და მხოლოდ იმიტომ ისჯებიან, რომ იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. და ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის. ძალიან ზედა მეკითხა და მესარგებლა შემთხვევით, რომ ექიმები ყავს სტუმრად და კიდევ უფრო კარგად რომ გავიგოთ ჩვენს და მაყურებელმაც რას თუ გაქვს რაიმე ინფორმაცია. მზიასთან დაკავშირებით. ამომწურავად შეუძლია ლაშარის ენდოკრინოლოგი და მის ვიცით ქალბატონი მზია შიმშილობს უკვე ამდენი დღის განმავლობაში ასევე ბატონ თემურ ქათამაძე და ალბათ ამ მიმართულებით სწორი იქნება ბატონმა ლაშამ ისაუბროს რა პრობლემების წინაშე შეიძლება დადგნენ ისინი ამდენი დღის შიმშილობის ბოდიში მე ვიკითხე არსებულ მდგომარეობაზე თუ არის რაიმე ინფორმაცია რომ მოვგვაწოდოთ და რა თქმა უნდა ცხადია 7 თებერვლის მდგომარეობა ვიცით ამ ეტაპისთვის ჩვენ ქალბატონ მზიასი ბოლო კვლევები ჩატარდა 7 თებერვალს ამ ეტაპისთვის სადაც დამაკმაყოფილებულად შეიძლება შეფასდეს ლაბორატორიული კვლევები იქიდან გამომდინარე რომ ექიმების მოთხოვნა იყო მიუხედავად ქალბატონ მზიას პროტესტისა რომ გადასულიყო ის ისევ ინტენსიურ სამსახურში ექიმების მკაცრი მოთხოვნა იყო რომ ის დარჩენილიყო სამედიცინო დაწესებულებაში ვინაიდან თვითონ ითხოვდა რომ დაბრუნებულიყო ჩვენ ვიცით მისი ესე ვთქვათ მიზანი და განაცხადი ჩვენ საუბრობთ ყოველთვის იმაზე რომ თავისუფლება ქალბატონ მზიას მაგრამ მას აქვს გაცხადებული რომ ის მისი თავისუფლებისთვის არ იბრძვის და მისი თავისუფლებისთვის არ შიმშილობს ის შიმშილობს და იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის. ამ შემთხვევაში ბევრჯერ უთქვამს მას წერილითაც, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს თავისუფლებისთვის და არა მისი თავისუფლებისთვის. ეს მერწმუნეთ ალბათ ძალიან დიდი განაცხადი არის, ხო, ამ დროს და აი ემპათიაზე საუბრობდნენ ჩემი კოლეგები და მართლაც წარმოუდგენელი არის ადამიანების, ესე ვთქვათ, რაღაცა გულგრილი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად მაშინ, როდესაც შიმშილობაზე ვსაუბრობთ, 21 დღიდან უკვე ყველა ლიტერატურით აღწერილი არის, რომ ეს არის კრიტიკული მდგომარეობა 21 დღის შემდგომ. თუმცა გარკვეული ცვლილებები უკვე იწყება მე-14 დღეს. ჩვენ ვიცით, რომ აგერ 34 დღე არის უკვე ქალბატონ მზიასი, სამედიცინო დაწესებულებაში მისი დატოვებაც იყო როგორც ვივამედის ასევე სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე რომ ის რა თქმა უნდა ისევ და ისევ საკვებს არღებულობს არანაირ დანამატს მხოლოდ წყალს და არღებულობს არანაირ დანამატს ერთადერთი რაზეც მიიღეს თანხმობა ექიმებმა ეს არის ინფუზია ანუ გადასხმა იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკრო-მაკროელემენტების რომელიც აუცილებელი არის ორგანიზმისთვის იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ მაგალითად კალიუმის დეფიციტზე რომელიც ამ დროს იწყება და სპონტანურად შესაძლებელია გულის გაჩერება მოყვეს მის დეფიციტს ამიტომ მსგავსი მიკროელემენტების იქ იყო კიდე რკინა დეფიციტური ანემია არის გარკვეული ბეჯგუფის ვიტამინების დეფიციტი მე-14 დღიდან იწყება ისეთი მნიშვნელოვანი ვიტამინის დეფიციტი როგორიც არის თიამინი B1 ჯგუფი რომელიც იმ მომენტში კი არ იწვევს რაიმე ტიპის გართულებებს არამედ სამომავლოდ აყენებს, ანუ შორეულ გართულებებზე არის აქ საუბარი და შესაძლებელია თიამინის დეფიციტმა გამოიწვიოს ისეთი მნიშვნელოვანი დეფექტები, რომელიც დროთა განმავლობაშიც კი შეუქცევადი იყოს და ძალიან დიდი კვალი დატოვოს ამან ორგანიზმზე. ქალბატონ მზიასთან მიუხედავად მისი ამ მდგომარეობისა
წონის დეფიციტი ჯერჯერობით და კლება არ არის, რასაც ვერ ვიტყვით სამწუხაროდ ბატონ თემურ ქათამაძეზე, სადაც მკვეთრი კლება არის კილოგრამების, ანუ ფიზიოლოგიიდან გამომდინარე ზოგადად მსგავსი ტიპის ესე ვთქვათ რეაქცია, ანუ ინდივიდუალურია და თან ქალბატონებისთვის მეტად მარტივი არის გარკვეული მიკროელემენტების დეფიციტის გადატანა ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვიდრე მამაკაცებისთვის. და ამ დროს იგივე პროცესები, ხო, 21 დღე არის თუ არ ვცდები დღეს თემურ ქათამაძის შემშილობის, აბსოლუტურად იგივე პროცესებზე ვსაუბრობთ. ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით, თქვათ, ქალბატონ ზიასთან. მე-14 დღიდან იქაც იწყება იგივე კრიტიკული მდგომარეობა, 21 დღიდან ეს არის საშიში მდგომარეობა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 17 კილოგრამიან კლებაზე 21 დღეში. ეს მერწმუნეთ, რომ არ არის მარტივი ორგანიზმისთვის და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალური მდგომარეობა. წონის ეს კლება ძალიან დიდ სტრესს აყენებს ორგანიზმს და აი ესეთი მდგომარეობების დროს ფაქტიურად შეუძლებელია გარკვეული ესე ვთქვათ პროგნოზის გაკეთება. იმიტომ რომ ისე სწრაფად კვეთრად და მწვავედ შეიძლება მოხდეს გარკვეული გართულება, რომელიც ფაქტიურად შეუძლებელია რომ დაუბრუნდეს შემდგომში. დავუსრულო ქალბატონ ზიას, თემურს და დარწმუნებული ვარ რომ მალე ჩვენთან ერთად იქნებიან და აღარ მოუწევთ ურთულესი გზის გავლა. ჩვენი ქვეყანა არის უდიდეს კრიზისში, ალბათ შეიძლება ითქვას ისეთ კრიზისში, როგორშიც არასოდეს ყოფილა და ერთადერთი ამ კრიზისიდან გამოსასვლელი გზა არის თავისუფლება დაუყოვნებლივ თითოეულ რეჟიმის ტყვეს და ხელახალი არჩევნები, რამაც უნდა გამოიყენოს ჩვენი ქვეყანა და ის რომ ქვეყანას ყავდეს ხელისუფლება და არა თვითმარქვია ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. ძალიან ერთი დადებას ვიტყვით. ბოლო კითხვას დავსვამ, თუნდაც არა, თქვილაშა და მე დავსვამ კითხვას. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ სამედიცინო რაღაც ბენეფიტებზე, რომელიც დასავლეთიდან გვაქვს და მე აი ბოლო კვირაში განვითარებულ USAID-ის ესე ვთქვათ დახურვის აპლოდისმენტებს მინდა შევეხო, მათ შორის საქართველოში, რომელსაც აქვს უამრავი პროექტი გაკეთებული და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია დაფინანსებული, მაგრამ ძალიან ბევრი საზოგადოებრივი საქმე გაკეთებული, მათ შორის 100-ზე მეტი სკოლა აქვს რეაბილიტირებული, 100-ზე მეტი სოფლის ამბულატორია, რაც ხელმიუწვდომელი იყო თითოეული სოფლის ესე ვთქვათ მოსახლისთვის და დღესდღეობით კიდევ მიმდინარეობს უამრავი პროექტი, მე ხშირად მიწევს რეგიონებში სიარული და ვხედავ ჯერ კიდევ ესე ვთქვათ გამოფატრულ სკოლებს და აი მაშინ, როდესაც ეს ადამიანები აპლოდისმენტებს უკრავენ მის დახურვას, მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩვენმა ეხლანდელმა ეგრეთ წოდებულმა სახელმწიფომ იმ სკოლების რეაბილიტაცია მიიყვანოს ბოლომდე და ამდენი ადამიანი, პედაგოგი მათ შორის დარჩება სამუშაოს გარეშე და ბავშვებს მოუწევთ ეხლა როგორც არიან რაღაცა ცვლებში, ტელეგრაფიკის არევა, რეჟიმის არევა, რაც არ მოქმედებს მხოლოდ სწავლის ხარისხზე მერწმუნედ. ეს მოქმედებს საერთოდ მათ ზოგად მდგომარეობაზე, როგორც ფსიქიკაზე, ასევე ჯანმრთელობაზე და ეს ძალიან დიდ როლს ითამაშებს საბოლოო ჯამში 10-15 წლის შემდგომ იმ თაობაზე, რომელსაც ჩვენ ახლა ვზრდებით. მადლობა, ლაშა, ძალიან დიდი მადლობა და ბოლო კითხვა მინდა რომ დავსვა. პროტესტის ჩასახშობა ყველა ხერხს იყენებს უკვე აბსოლუტურად დარბებით, ძალადობით, მუქარით დაწყებული და საკანონმდებლო ცვლილებებით და ასე შემდეგ. თქვენი აზრით უბრალოდ რა მოლოდინები გაქვთ, რითი შეიძლება რომ გავუმკლავდეთ იმ დიდ უსამართლობას, რაც ხდება ჩვენი მისამართი და ჩვენი მოქალაქეების მისამართი, იმიტომ რომ სადამსჯელო მექანიზმები არის აბსოლუტურად ხო გაუმართლებელი ყველა კუთხით. როგორ შეიძლება რომ ვებრძოლოთ აი ამ ყველაფერს? გუშინ დააჯერიმეს ბატონი რამაზი, სხვათა შორის ჯარი მომიუდა, სწორედ გუშინ მე უკვე რამდენიმე დღის წინ მქონდა სწორედ სასამართლო და მათ უნდათ რომ ამით შეგვაშინონ, მაგრამ იმ ცირკით მართლა ვერაფერს ვერ დავარქმევთ სხვას, რაც იმ შენობაში დღეს ხდება, იმას სასამართლოს შენობასაც ვეღარ ვუწოდებთ.
ეს იყო ჩვეულებრივი ცირკი, პირადად ჩემ შემთხვევაში მერიდებოდა ხოლმე. და თავიდანვე ვთქვი მე, როდესაც გამოვედი ჩემ პროცესზე, რომ მე არ მინდა საზოგადოების ყურადღება დამეთმოს მე, იმიტომ რომ აი ამ აბსურდს, მაშინ როდესაც ამდენი პოლიტიკური ტყვა ყავს, მაგრამ ის იმდენად კომიკური იყო, არ შეიძლება არ მოუყვე 4 ვიდეო ერთვის ჩემ საქმეს და აქედან არც ერთში არ ვარ. არც ერთში. ნუ აი ეს ხო სრული სიგიჟე, ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, რითიც უნდათ რომ დაგვაშინონ, უკან დაგვახევინონ. მე პირდაპირ მე ჩემი სათქმელი ვუთხარი იმ ეგრეთ წოდებულ მოსამართლეს, რომ ну, ჩემზე ითქვა ის, რომ მე მაჯერიმებდნენ იმიტომ, რომ ვთქვი, გადავკეთე გზა და ვთქვი, რომ უნდა ვიყოთ გარეთ. და მე ვუთხარი მას, რომ დიახ, ვიქნები გარეთ დღესაც, ხვალაც, ზეგაც ეს ასე იქნება, გადავკეტავ დღესაც, ხვალაც და ზეგას და გავაკეთებ იმას, რაც კონსტიტუციამ განმისაზღვრა და ყველამდე ვიბრძოლებ ბოლომდე, იქამდე სანამ ჩემ ქვეყანას არ დავიხსნი. აი ამ არ ვიცი, აი ამ ასეთი რაც ახლა სოფონ მოყვა რომ ვიდეო კადრებში არ არსებობენ ადამიანები, ვისაც შემდეგ უჩვენებთ ჩვენი წამყვანი ბაჩო ქაჯაიას შეფხვევაც იგივე იყო. ქაჯაიას ხო მაგალითი მინდოდა რომ მოსამართლემ დაუდასტურა რომ ის ვერ ხედავს აღნიშნულს ფოტოსურათზე, მაგრამ მაინც გამოიტანა საჩელი. ნუ ეს არის აი მართლა ახალი რაღაც ცხელი ჯარი მაქვს ბატონო რამასთან, მოდი ბატონო რამასთან გადავიდეთ თვითონ. ეხლა ბევრი აქ სათქმელი არაფერია, რაც არ თქმულა. ანუ кейსი აბსოლუტურად იდენტური არის სხვადასხვა кейსებთან, მაგრამ მე მინდა მივმართო იმ ქალბატონს ღამის 2 საათზე რომ დამირეკა. ღამის 2 საათზე ძლივს ჩავიძინე, საერთოდ 4 საათამდე არ მძინავს ხოლმე და პირიქით უფრო შემოქმედებითად. ხო, კარგი კითხვი. ხო, მოკლედ იმ ქალბატონს მინდა მივმართო, არ ვიცი სახელი, არ ვიცი გვარი, მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვდი რომ ეთქვა და ესახელებინა თავისი თავი და არ მეუბნებოდა ამას ყველაფერს. ალბათ იმ შიშით რომ ვაიდა, თქვათ, რაღაც შეიცვალოს და მე არ გამოაშკარავდეს როგორი რეჟიმის მსახური ვიყავი მეო. მე მინდა ვუთხრა რომ მათი ყველა პატარა ჭანჭიკები ვინც არიან ამ რეჟიმის მსახურები ვინც ხართ, ხო? ყველას გვარი და სახელი ცნობილი იქნება, ვერსად ვერ გაექცევით ამ თემას. უბრალოდ მე შეგრცხვება თქვენ თვითონ, თქვენივე ახლობლებთან, თქვენივე ოჯახის წევრებთან. შეიძლება ოჯახის წევრებმაც არ იციან, რასაც შადიხართ ეხლა თქვენ, რა რეჟიმს ემსახურებით. ეს ერთი. ნუ დამირეკა ღამის 2 საათზე და მე ნუ ეხლა ძლივს ჩაძინებულმა, ნუ რაღა უნდა ვაკეთო, ხო, მაინც არ დამეძინება და დილის 5 საათამდე ამ ნომერზე ვრეკავდი პერმანენტულად. 241 ზარი განმახორციელა. გადიოდა ზარი მითიშავდა და დილის 5 საათზე იფიქრა უძინარს დამტოვებს ესო და გათიშა საერთოდ ტელეფონი. და დღემდეც გათიშული არის ის ნომერი. ხო, ნუ ეგ ხუმრობით, მაგრამ სახუმარო დავრეკავთ ბატონო რამას აი როგორც დამაძინა, ხო, ისე არ მინდოდა მას არ დაძინებოდა და არა, ნუ მინდოდა მეკითხა უბრალოდ დეტალები, რაღაც სად მოვიდე, როგორ მოვიდე და ასე შემდეგ. ნუ არა. თავიდან ალბათ პაციენტი გეგონათ ახლა ტელეფონს ხვას გამოუთავთ თქვენ და ვერიფავ ამითაც უცებ უნდა უპასუხო ეს რაღაც პაციენტიც იყოს ოღონდ არა თქვენი ალბათ ცოტა სხვა მიმართულებით. ნიშნულობა არ აქვს, უბრალოდ ესაა რომ ტელეფონს არ ვთიშავთ ხოლმე პროფესიიდან გამომდინარე და ყოველთვის პასუხობთ ხოლმე და ამიტომ ეს ის შემთხვევა იყო ცოტა ღიმილის მომგვრელიც არის და საწყენიც არის რა, უბრალოდ რომ აი ფაქტიურად ქვეყანა მიყავთ გაურკვეველი მიმართულებით, ნუ გარკვეულია მიმართულება ჩრდილოეთისკენ და ეს ძალიან სამწუხარო არის რომ ადამიანები ემსახურებიან ამას, რომ ხელს უწყობენ რომ ჩვენი ქვეყანა გადაიჩეხოს უსკროლში და რაც შეეხება ზოგადად სამეცნიერო სფეროს ჩართულობას ამ პროტესტებში და რა უნდა გაკეთდეს. ანუ იყო ერთი პროტესტის ესეთი ფორმა, გაფიცვა, როცა ჩვენ ყველა აბსოლუტურად მოუწოდებდით ერთმანეთს, რომ გაფიცვა გაგვეკეთებინა 3 საათიანი, ნუ მაშინ სამეცნიერო საზოგადოებამ რა თქმა უნდა მეც ვეთანხმები რომ გარკვეულწილად ჩვენ ამ პროტესტში ამ ფორმის პროტესტში ვერ ვიმონაწილეებდით, იმიტომ რომ
პაციენტების სიცოცხლესთან მქონდა საქმე და ასე შემდეგ, ჩვენი სფეროდან გამომდინარე. მაგრამ ახლა ის შემთხვევა არის, როდესაც სამედიცინო საზოგადოება აღარ უნდა დუმდეს, ვინც არ უნდა იყოს, რა დარგის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, რა პოზიციაც არ უნდა ეჭიროს სამედიცინო სფეროში. ხო, ექთანი იქნება, სანიტარი იქნება, ექიმი იქნება, პროფესორი, აკადემიკოსი და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს საქმე პაციენტებთან, რომელიც კვდებიან. ხო? გულისხმობ ზია ამაღლობელს და თემურ ქათამაძეს. იმ ნარატივს მე ვერ მივიღებ და თქვენც არ გირჩევთ არავის, რომ ხელისუფლება რო ამბობს, რომ შეწყვიტო შიმშილობა და ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ თვითონაც კარგად გესმით, მე იმედი მაქვს, რომ სრულ 100% სამედიცინო წარმომადგენლების გააჩნიათ კრიტიკული აზროვნება და მიხვდებიან, რაზე მიდის მზია ამაღლობელი და თემურ ქათამაძე. ამიტომ მოუწოდებ სამედიცინო საზოგადოებას, რომ ხმამაღლა თქვან. გასაგებია კულუარებში, გასაგებია ბაბლებში, ვიხარშებით და ერთმანეთს მოკლედ უზიარებთ ამას ყველაფერს, მაგრამ ის დრო აღარ არის, რომ ჩვენ ცალ-ცალკე სადღაც კუთხეში ვთქვათ რაღაცა კრიტიკული. უნდა გამოვიდეთ, ვისაც ხელეწიფება საზოგადოებასთან საუბარი, უნდა ისაუბროს ამ თემებზე აუცილებლად. ახლა ხო ვერ მოიყვანთ ჰიპოკრატეს დამცველად, რომ ჰიპოკრატეს ფიცი და ასე შემდეგ. პაციენტია, რომელიც კვდება. ამას სრული სერიოზულობით ვაცხადებ. 36 დღე არის, თუ თვლა აგვერია უკვე და აქ უკვე 10 დღეზე მეტიც უკვე ორგანიზმში იწევს ძალიან დიდ ცვლილებებს. განსაკუთრებით საშიში არის სიცოცხლის საშიში არითმიები და გულის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, ტვინის შეშუპება. ხო, უკვე ეს დეტალები უკვე გავიარეთ ჩვენ. ბევრი გვყავდა მოშიმშილეები და ვიცით ეს დეტალები აღარ გვინდა ინსინუაციები ამ თემებზე, ხო? ჩვენ უკვე ფოკუსი უნდა გავასწოროთ იმაზე, რომ ჩვენ როგორც საზოგადოება ვრიაგირებთ ამაზე, ან კლავთ იმ ადამიანებს. თითოეული ჩვენთაგანი, რომელიც ჩუმად არის, ხო? ამ თემასთან დაკავშირებით ვართ მონაწილე ამ პროცესის. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? პაციენტია, ექიმი ხარ, ექთანი ხარ, ხო? კვდება ადამიანი, ხო? აი რაღაცა ფორმით მაინც გამოხატე პროტესტი. რაღაცა ფორმით მაინც თქვი. მხარდასაჭერი სიტყვები. ეს არის ჩემი მოწოდება. სხვა მეც ვერაფერს ვერ დავამატებ. მადლობა ყველა თქვენგანს. იმის რასაც აკეთებთ ზოგადად და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ხმა. კიდევ სხვა არის და რატომღაც მგონია რომ ბატონი რამაზის სიტყვები თქვენივე კოლეგებთან ვინც ჩუმად არიან, მოდი ასე ვთქვათ, შედარებით ჩუმად ვინც არიან, მე მგონია რომ სადღაც გულის სიღრმეში რაღაცას გამოიწვევს. ეს ყველაფერი ისე არ დარჩება, ანუ ის ექიმები, რომელიც თვლიან რომ ახლა იქნებ რაღაცა გადავაგორო და მე ჩემს პროფესიაში დავრჩები. არა ბატონებო, თქვენი კაპიტალი, ესე რომ ვთქვა, სამედიცინო კაპიტალი არა მარტო იმ ცოდნით არის, რომელსაც თქვენ კითხულობთ ან რაღაცას ეუფლებით და ასე შემდეგ. თქვენი კაპიტალი არის პაციენტების ნდობა. ამიტომ ეს ყველაფერი, მერე ყველაფერი გაიშიფრება და ამიტომ თქვენც დაზარალდებით ამით. ბატონო, ყველას მოგვიკაკუნებს კარზე. ეს არის ჩემი დასკვნა ამ ყველაფრიდან. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან რთულია რომ დავასრულოთ თქვენთან საუბარი, იმიტომ რომ ყოველთვის საინტერესოა თქვენი მოსმენა, მაგრამ სამწუხაროდ რეკლამა უნდა ვნახოთ ახლა და შემდეგ დავბრუნდებით რამდენიმე წუთში მე და მარიამი უკვე სხვა თემით. მადლობა. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში მარიამ და მოდი რაღაც ბევრი საუბრის გარეშე მინდა ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც სათია ლაბაძემ მოამზადა. ძალიან საინტერესო ადამიანების ისტორიები უნდა მოვისმინოთ. ახლა ადამიანების, რომლებსაც მოუწიათ არა დაატოვებინეს სამსახურები ღიად გამოხატული პოზიციების გამო და მოდი ვნახოთ სიუჟეტი და შემდეგ დავბრუნდეთ ისე. მე ვარ ეკატერინე ბაქრაძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან განთავისუფლებული საჯარო მოხელე. მე ვარ მარიამ ჩაჩუა და მე მან თავისუფლებენ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრიდან. მე ვარ სალომე ნატრაშვილი და 10 მარტიდან მათავისუფლებენ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრიდან. მე ვარ სოფიო თოდუა და 10 წელი მუშაობდი საქართველოს პარლამენტში და 10 წლის თავზე გამანთავისუფლეს ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო. საჯაროდ დავარქვით ძალადობას ძალადობა და საჯაროდ გამოვხატეთ სოლიდარობა
იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იყვნენ დაშავებულები, ნაწამებნი და დაზიანებულები. და ასევე საჯაროდ განვაცხადეთ, რომ არ შეიძლება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის რაიმე ფორმით შექცევა ან შეჩერება. სწორედ ამან გამოიწვია გაღიზიანება ამ საჯაროობამ, მათ პოლიტიკურ განცხადებებში რამდენჯერმე ახსენეს, რომ ეს იყო თვითწმენდა, საბოტაჟის მცდელობა, სხვა სახის ბრალდებები გაჟღერდა მათი მხრიდან და დაგვირგვინდა იმ თათბირზე, რომელიც ჩვენ ჩაგვიტარდა, სადაც ასევე გაცხადდა, რომ ჩვენი აქტიურობის შედეგად ეს ცენტრი იქნებოდა ლიკვიდირებული. რაც შეეხება აქტიურობის ფორმებს, პირველი იყო ეს საჯარო განცხადება და შემდეგ უკვე ამას მოჰყვა საჯარო მუქარა პოლიტიკური ფიგურების მხრიდან და უკვე ამის შემდეგ მიღებული იქნა რეპრესიული აქტი ცვლილებების სახით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში და ჩვენ ვაკრიტიკებდით ღიად ამ არაკონსტიტუციურ, ღიად პირდაპირ არაკონსტიტუციურ აქტს. ეს არის ღია დევნა და არც არავინ ერიდება რაიმე ფორმით იმის აღიარებას, რომ ეს არის დევნა. მიმდინარეობს რეპრესიები და ეს რეპრესიები არის იმ ერთიანი სურათის ნაწილი, რომელიც მთლიანად ქვეყანაში მიმდინარეობს. ყველანაირი წინააღმდეგობრივი კერა უნდა ჩაქრეს. ეს არის მიზანი და ამოცანა პარტიის. ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ბუნებრივია გვინდა რომ ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში და გვეცხოვრებოდეს ამ ქვეყანაში, თუმცა ის პირობები, რომელიც გვექმნება რაღაცნაირად უკვე სერიოზულ ბარიერებს გვიქმნის იმისთვის, რომ თავისუფლად ვისუნთქოთ, დავსაქმდეთ და შევიდეთ ნორმალურ სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფოსთან. რუსული კანონის დააფინანსების ფონზე ყოველთვის გქონდა ყველა სამსახურში დისკომფორტი, რომ როდესაც ხალხი ქუჩაში იდგა, ძალიან რთული იყო საკუთარი მოვალეობის შესრულება, თითქოს არაფერი ხდება. და სწორედ ამიტომ დავაორგანიზეთ პეტიცია, სადაც ღიად დავგმეთ ის ძალადობა, რაც ხდებოდა მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ და ასევე გავემიჯნეთ ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომლითაც გვამცნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე ჩერდება. და ამის მერე რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია, შეიცვალა დამოკიდებულება ხელმძღვანელის ჩვენს მიმართ და 2025 წლის 21 იანვარს შეგვკრიბა თანამშრომლები და აი ესე ღიად გამოგვიცხადა, რომ სწორედ თქვენი 5 ადამიანის აქტიურობის გამო მიღებული იქნა პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება. ეს პროცესი არის საჯარო ინსტიტუტების გადაფორმების პროცესი, იმიტომ რომ დაინახეს, რომ ამ ინსტიტუტებში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკუთარი აზრი, რომელთაც არ ეშინიათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები არ სჭირდება სისტემას და ეხლა გვიშორებენ ნელ-ნელა. გვიშორებენ ყველას და ვფიქრობთ, ეს პროცესი არ არის რაღაც ერთჯერადი და გაგრძელდება და ყველასთან მივა. საჯარო სამსახურში ჩამოყალიბდა ეს, ასე ვთქვათ, განწყობა, რომ შენ თუ არ ეთანხმები მმართველ პარტიას, შენ არ ხარ სასურველი და აუცილებლად თუ ამას ღიად დააფიქსირებ, აუცილებლად დაკარგავ სამსახურს. და სამსახურის დაკარგვა არის ის ინსტრუმენტი, რითაც ხდება, ასე ვთქვათ, ამ ადამიანების დატყვევება და მათი აზრის ჩახშობა. ასეულობით საჯარო მოსამსახურეა განთავისუფლებული, ზოგს შეუწყვიტეს ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ზოგი უბრალოდ გაუშვეს თანამდებობი და რეორგანიზაციის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ საჯარო სექტორი ვეღარ იქნება იმ სიმაღლეზე, რა სიმაღლეზეც იყო ორგანიზაციასაც და სისტემასაც ქმნიან ადამიანები და თუ ეს ადამიანები არ იქნებიან კეთილსინდისიერები, მაშინ შესაბამისად ეს თითოეულ ჩვენგანზე აისახება. რატო ვფიქრობ, რომ გამანთავისუფლეს პოლიტიკური შეხედულებების გამო? პარლამენტში გაჩნდა იდეა, რომ უნდა დაარსებულიყო 16 თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი. ეს იყო სულ 6 კაციანი ჯგუფი და ერთ-ერთი ვიყავი მეც. მუზეუმი ბუნებრივია, სრულიად ლოგიკურად ჩაერთო, ვთქვათ, საექსკურსიო მარშრუტში და უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მე ვიყავი დიდი, მე რომ ყოფილიყავი რაღაცა ცუდი კადრი მათთვის, ან საყვედური უნდა ეთქვათ, ან რაღაცა ხომ უნდა გამოეთქვათ.
არაფერი აბსოლუტურად მიდიოდა ჩვეულებრივად ეს მუშაობა. მანამ არ დადგებოდა ვთქვათ ის აქციები 2024 წლის გაზაფხულზე და მით უფრო უკვე შემოდგომაზე, ხო? მე არასდროს არ დამიმალავს ჩემი პოლიტიკური შეხედულებები, არც ახლა სხვათა შორის დავდიოდი აქციებზე, Facebook-ზეც გამოვაქვეყნე რამდენიმე პოსტი. რა თქმა უნდა, ეს იყო მათი სრულიად მიუღებელი, იმიტომ რომ ეს ადამიანები სხვანაირად ფიქრობენ. ესენი ფიქრობენ, რომ მთელი ცხოვრება უნდა იყოს მათი მადლიერი, მაშინაც კი თუ თვითონ სრულიად ჩემთვის მიუღებელ რაღაც აქციებში ჩაიდენენ და ამიტომ გავხდი მათთვის მიუღებელი ადამიანი. ჩემი პოლიტიკური შეხედულება ჩემ საქმიანობას არანაირად არ უკავშირდება და ვისი რა საქმეა, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერ მხარს. ამდენად მე მეგონა, რომ ამის გამო, თქვათ, არ მოხდებოდა ჩემი განთავისუფლება, მაგრამ მოხდა, რა თქმა უნდა. ეს არის რაღაცა შლეგობა, არ ვიცი, არ არის ნორმალური ადამიანის საქციელი, ეს არის რაღაცა დაჟჯა, დაშინება. მე უკვე აღარც ვიცი, ეს ავტოკრატული ქვეყანაა თუ მივდივარ ტოტალიტარიზმამდე. ეს არ არის ჯანსაღი მდგომარეობა და ძალიან ბანალურად იგივეს გავიმეორებ, რასაც ყველა. ეს ყველა შეეხება ბოლოს. მარტო ის კი არ მოხდება, რომ ვიღაცას სამსახურიდან გაუშვებენ ან ვიღაცას დააჯარიმებენ, უფრო ცუდი და ცუდი მოხდება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მუშაობდი 20 წელი, სხვადასხვა პოზიციებზე. 30 ნოემბერს ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, გახსოვთ ალბათ 28 ნოემბერს გააკეთა ჩვენმა პრემიერმა განცხადება ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. 30 ნოემბერს სოციალურ ქსელში დავწერე ჩემი პოზიციასთან დაკავშირებით, რომ საქართველო იმსახურებდა ევროპაში გაწევრიანებას და აუცილებლად დარწმუნებული ვარ ამაში, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის, ესე რომ ვთქვათ, ღირსეული ოჯახის წევრი სახელმწიფო. უკვე ამის შემდეგ, თუ არ ვცდები, 8 დეკემბერს მაქვს გაკეთებული სოციალურ ქსელში განცხადება მაკაც ჩიხლაძის თემასთან დაკავშირებით და 17 დეკემბერს აღმოჩნდა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშტატო ნუსხაში აღარ ვიყავი. მე მქონდა კომუნიკაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, ვკითხე, ესე რომ ვთქვათ, მიზეზებთან დაკავშირებით, რატომ მოხდა ჩემი პირადად ჩემი განთავისუფლება, მქონდა თუ არა რაიმე სახის დარღვევა, ან რაიმე გადაცდომა. მან დამიდასტურა, რომ აბსოლუტურად მსგავსი არაფერი არასდროს არ მქონია ამ 20 წლის განმავლობაში, ვინათა თუ ასრულებდი ყოველთვის ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას, უბრალოდ ამ ეტაპისთვის არ მჭირდებით ესეთი კადრები და მოხდა განთავისუფლება. რომ არაკანონიერად განთავისუფლებული ვარ და ვფიქრობ, რომ ევროპისთვის ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს და განსხვავებული აზრისთვის არ უნდა ისჯებოდეს. განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომელი ამ ეტაპზე მარტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კი არა, მე ვფიქრობ, არავის არ ჭირდება. როცა გაქვს განსხვავებული აზრი, შენ მათთვის მიუღებელი ხარ. ეს არის რეალობა. დღეს ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ. დავბრუნდი თანა და მოვისმინეთ ის ისტორიები, რომელიც შენ უკვე თქვი და წარუდგინე ჩვენს ტელემაყურებელს და ახლა უკვე ექიმთა ლიგის ორგანიზებით, მოკლედ, მორიგეის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ამჯერად მთავარი თემა გულმკერდის მიდამოს პათოლოგიები და დიფერენციალურ დიაგნოსტიკა იყო. ღონისძიებაში ქართველ წამყვან ექიმებთან ერთად მონაწილეობა მოწვეულმა საერთაშორისო სპეციალისტებმაც მიიღეს და აი ამ საინტერესო ამბავზე აუცილებლად უნდა ვიხილოთ ახლა სიუჟეტი, ასე რომ სიუჟეტის შემდეგ ისევ დაგიბრუნდებით მე და ანა. ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა უკვე 11 წლისაა. ჩვენი არსებობის მანძილზე შევძელით იმის გაკეთება, რაც მიზნად დავისახე პირველი დღიდანვე, რათა სოფლიოში არსებული თანამედროვე მიდგომები სამედიცინო სფეროში, რაც ეხება ყველა დაავადების პროფილაქტიკას, მკურნალობას, დიაგნოსტირებას,
მიმეწოდებინა არა მხოლოდ ჩვენი ცენტრალური ქალაქების ექიმებისთვის, არამედ მივსულიყავით ნებისმიერი სოფლის ექიმამდე. თითქმის ყოველთვიურად ლიგის მთელი შემადგენლობა დავდივართ საქართველოს ყველა რეგიონში. უკვე 500.000-მდე ჩვენი თანამოქალაქე აბსოლუტურად უანგაროდ ყავს გასინჯული. დღევანდელ ჩვენ შეხვედრას ფაქტობრივად მთელი საქართველოდან წარმომადგენლები ესწრებიან. ჩვენ ვართ ერთი ოჯახი და ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა ზუსტად რომ ზრუნავს ექიმების თანადგომაზე, რომ შევძლოთ არა მარტო ჩვენი მოსახლეობის დახმარება, არამედ ექიმებსაც გვერდში დაუდგეთ. დღევანდელი დღე გახლავთ ძალიან კონსტრუქციული, ვინაიდან ექიმთა ლიგა აკეთებს განსაკუთრებულად მნიშვნელოვან საქმეს, როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლისათვის და მისი წარმომადგენლებისათვის, ასევე სამეცნიერო მიმართულებით. წარმოვადგენ კლინიკა პირველს და მადლობა კლინიკას და ექიმთა ლიგას, რომელიც ეს საშუალება წარმომედგინა საინტერესო თემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და შედარებით ახალი მიმართულება არას ჩვეულებრივი სამედიცინო რეაბილიტაცია, არამედ ონკორეაბილიტაცია. რა თქმა უნდა, ეს კონფერენციები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ექიმისთვის, თითოეული წარმომადგენლისთვის, განვიხილავთ სიახლეებს და იმ სიახლეებს შორის ვართ ჩვენ. თამამად შემიძლია ვთქვა, საქართველოს ყავს სამაგალითო, სანიმუშო ექიმები, რომელიც დაფასებული უნდა იყოს პირველ რიგში ჩვენი მხრიდან და ცხადია, ისინი უნდა გაიცნონ მთელმა მსოფლიომ. ვფიქრობ, რომ ასეთი ღონისძიებები უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო მეტად უნდა დავეხმაროთ ჯანდაცვის სფეროს აქტიურ განვითარებას. ასეთ ჩემო მარიამ, მოდი ახლა მე მგონი საინფორმაციო გამოშვება პირველების დრო მოვიდა, დავუთმოთ ჩვენი ეთერი პირველებს და შემდეგ ისევ დავბრუნდეთ. კი ბატონო, დროებით საინფორმაციო დროა. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ჩემო ანა, ჩემთვის უსაყვარლესი ქალბატონი უნდა წარვადგინო ახლა. იცი რა, იმიტომ რომ თან მით უმეტეს ისეთ დროს გვიწევს ახლა მე და შენ საუბარი, როდესაც არის აღზევება ვირუსების და ასე შემდეგ. და არაერთი საინტერესო სიუჟეტი მივუძღვენით ვირუსებს და გრიპებს. მაგრამ არანაკლებ მაპატიე, არანაკლებ საინტერესოა ქალბატონი მაია ხერხეულიძის რჩევები ყოველთვის სხვადასხვა საკითხებზე, რაც აწუხებთ მოსახლეობას, ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის კუთხით გულისხმობ. არ მინდოდა გეთქვა და გიხსენებინა ჯერ ქალბატონი მაიას სახელობა, იმიტომ რომ მინდოდა მეთქვა ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენს თანაწამყვანს ნიკა ლომიძეს, რომელსაც ხრუტუნების ვირუსი აქვს, მე მგონი რომ ვიცით და ზოგადადაც ჩვენ სამში ყველაზე მეტად მას ჭირდება ნიკა ალბათ გვისმენ. მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და მოდი დავუთმოთ მაშინ ეთერი. დავუთმოთ აუცილებლად მოვისმინოთ როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და საჭირო რჩევები ქალბატონი მაია ხერხეულიძისგან და მე მგონი დროა რომ დავემშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებელს მომავალ შაბათამდე და იმედს ვიტოვებ რომ მომავალ შაბათს უკვე ნიკა იქნება ჩვენს გვერდით და დამარცხებულ მდგომარეობაში ეყოლება გრიპი. აუცილებლად. დროებით. გესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. წინ ძალიან საინტერესო რუბრიკა გველოდება და ჩვენ ვისაუბრებთ ვირუსულ ინფექციებზე და ვირუსული ინფექციით განპირობებულ სხვადასხვა ტიპის გართულებაზე. მოგახსენებათ, რომ ზამთრის პერიოდში საერთოდ იმატებს ვირუსული ინფექციების სიხშირე და წელს განსაკუთრებით იანვრისა და თებერვლის თვეში მოიმატა გრიპის შემთხვევებმა, ისევე როგორც სხვა ვირუსულმა ინფექციებმა და სწორედ ამ საკითხზე შევჩერდებით. თუმცა მანამდე გაგაცნობთ რუბრიკა ექიმის რჩევების სპონსორს, ეს არის შვეიცარიული პრემიალური ხაზის ბრენდი დეკლარი, ბრენდი, რომელიც სპეციალურად შექმნილია მგრძნობიარე კანისთვის, ბრენდი, რომელსაც აქვს 45 წლიანი გამოცდილება და წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მთლიანად ორიენტირებულია შედეგზე.
ამჟამად როგორც თქვით, ჩვენ ვირუსულ ინფექციებზე ვისაუბრებთ და კერძოდ კი ვისაუბრებთ რა გართულებები და გულის მხრივ კარდიოლოგიური რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ამ პრობლემამ, ვისთან არის მაღალი რისკი ამ გართულებების განვითარების, როგორ უნდა ვმართოთ, ან როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან და დღეს ამ თემაზე სასაუბრო ჩვენ მოვიწვიეთ კლინიკა პირველის კარდიოლოგი ქალბატონი ნინო ჯანაშია. ნინო, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში და სხვათა შორის ბავშვებში საკმაოდ ხშირი იყო, როდესაც ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ და განსაკუთრებით ეს ალბათ გრიპს ეხება, ქონდა სხვადასხვა ტიპის გართულებები გულის მხრივ და მოდით ვისაუბროთ რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ვირუსულმა ინფექციამ, რა შეიძლება იყოს ამ გართულების პირველი გამოვლინება, რომ ჩვენმა მაყურებელმა იცოდეს, როგორ შეიძლება გამოვლინდეს ეს პრობლემები. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მართლაც რომ ძალიან აქტუალური თემა, ვინაიდან ამ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაიტანა ეს ვირუსული ინფექცია, მათ შორის გრიპის ვირუსი და რა გართულებები შეიძლება მოხდეს მას კარდიოვასკულური სისტემის მხრივ. ეს დამოკიდებული არის თვითონ ვირუსის ტიპზე, ორგანიზმის იმუნურ რეაქციაზე და ზოგადად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. გულსისხლძარღვთა დაავადებების გართულებების მხრივ პირველ რიგში მინდა აღვნიშნო მიოკარდიტები, რაც არის გულის კუნთის შიგაშლის მიოკარდიუმის ანთებითი რეაქცია, ანთებითი დაავადება. ამ დროს პაციენტებს აქვთ ხოლმე ძლიერი ტკივილი გულმკერდში, ცხელება და რასაც შეიძლება თან მოყვეს ჰაერის უკმარისობას ქოშინის, ვინაიდან მიოკარდიტის შემთხვევაში ხშირად ვითარდება მწვავე გულის უკმარისობები. ასევე მინდა აღვნიშნო პერიკარდიტი. პერიკარდიტი ეს არის გულის გარსის პერიკარდიუმის ანთება და ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ამ პერიკარდიულ სივრცეში სითხის ჩაგროვება. დიახ, ანთებით ზოგადად ნორმაში პერიკარდიუმში სითხე ისედაც არის დაახლოებით 50 მილilitrამდე, მაგრამ როდესაც ანთებითი პროცესი ვითარდება, სითხის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს და ამან გარკვეული საფრთხე შეუქმნას გულის ნორმალურ მუშაობას. ამ პერიკარდიტის დროსაც გამოხატული არის ესეთი ტკივილი, რომელიც უფრო მეტად ძლიერდება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, შეიძლება ახდეს მაღალი ცხელებაც და შეიძლება ამანაც მიგვიყვანოს გულის უკმარისობის კლინიკა. ჰაერის უკმარისობით ქოშინით. ადვილად დაღლილობა. ადვილად დაღლა სისუსტე. რაც შეეხება გულის უკმარისობასაც, პაციენტებს, რომელსაც უკვე დიაგნოსტირებული ჰქონდათ ქრონიკული გულის უკმარისობა, ხშირად უმწვავებად ხოლმე ვირუსების შემდგომ. სადაც უკვე არსებობს გარკვეული სხვადასხვა ტიპის გულის დაავადება, ხო? ვისაც უკვე დიაგნოსტირებული აქვს. თუმცა ეს როგორც აღვნიშნეთ, ბავშვებშიც და ახალგაზრდებშიც ზოგჯერ როდესაც ვითარდება მწვავე მიოკარდიტი, ამას შეიძლება მიგვიყვანოს მწვავე გულის უკმარისობის კლინიკამდე. მინდა აღვნიშნო ასევე გულის რითმის დარღვევები, არითმიები. შეიძლება იყოს ჩვეულებრივი გულის აჩქარება, სინუსური ტახიკარდია, ან პირიქით შენელება სინუსური ბრადიკარდიის სახით და ასევე პაციენტებს აქვთ ხოლმე ამოვარდნის გულის ფრიალის შეგრძნება. თითქოს გაჩერება, ხო, ძალიან ისე აღწერენ ხოლმე, კი ბატონო. გულის ფრიალის შეგრძნება, ეს ეგრეთ წოდებული ექსტრასისტოლური არითმიები, რომლებიც ისეთ ძალიან საფრთხეს არ წარმოადგენს სიმწიფეს, თუმცა შეიძლება ზოგჯერ გქონდეს წინაგულთა ფიბრილაცია. აი მოცემცემი არის ის პაროქსიზმების და ეს რასთან დაკავშირებულია, როდესაც ცხელება აქვს პაციენტებს, ხშირად ოფლიანობენ და ამ დროს ხდება ისეთი მიკროელემენტების დიახ, მათ შორის კალიუმის ორგანიზმის დაკარგვა და ეს ელექტროლიტული დისბალანსი იწვევს ამ არითმის ჩართვას, რასაც ზოგჯერ სჭირდება ხოლმე კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია და იქ მართვა. ასევე მინდა აღვნიშნო მაღალი და შედარებით დაბალი წნევის ციფრებიც. პაციენტებს, რომელსაც უკვე აქვს დიაგნოსტირებული არტერიული ჰიპერტენზია, ამათში უფრო მეტად არის ხოლმე მაღალი წნევის, ანუ არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევები, ხოლო ახალგაზრდებში, ასევე ხანგრძლივ პაციენტებში პირიქით უფრო დაბალი წნევის ციფრები ფიქსირდება და ესე ზუსტად დამოკიდებული არის აი დეჰიდრატაციასთან გაუწყობასთან, ვინაიდან ზოგჯერ ვერ ხერხდება საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება. ასევე მინდა აღვნიშნო, ძალიან აქტუალური იყო კორონავირუსის პერიოდის დროს თრომბოზების და თრომბოემბოლიების. და სხვათა შორის შედარებით ნაკლებია, თუმცა გარკვეული შემთხვევები მაინც დაფიქსირდა, როდესაც თქვა მოიმატა შედარებით აი გრიპის ფონზე განვითარდა გარკვეული თრომბოზი. კორონავირუსის დროს ხა იქ უფრო მეტი რაოდენობის პაციენტიც იყო, მაგრამ მათთან უფრო მეტად იყო
გამოხატული, თუმცა მინდა აღნიშნოს ზუსტად რომ ამ დროს პაციენტები როგორც მაშინ იწყებდნენ რაღაც არასასურველ დროს სისხლის გამათხელებლების ანტიკოაგულანტების მიღებას, რამაც იმ პერიოდში საკმაოდ არასასწრაფო შედეგი მოგვცადა. მინდა აღნიშნო რომ ასეთი მედიკამენტების მიღება ჩვენი სურვილით ყოველდღე დაუშვებელია, უნდა შეთანხმდეს თქვენს თერაპევტთან იქნება ეს ოჯახის ექიმთან და გაკონტროლდეს მთელი რიგი მაჩვენებლები. კვლევების ანალიზების საფუძველზე მოხდეს ამ მედიკამენტების მიღება. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ვირუსული ინფექციის შემდგომ დავაკვირდეთ იმ ჩივილებს და სიმპტომებს, რაც შეიძლება ქონდეს პაციენტს, რომ იმართოს. სანამ მოდით ჩივილებზე გადავალთ და თქვენ რა თქმა უნდა ეს უნდა კარგად გავაშუქოთ ჩვენ, რომ იცოდეს რა შემთხვევაში პაციენტმა მიმართოს ექიმს და მათ შორის რა შემთხვევაში მიმართოს კარდიოლოგს, ხო? იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ აი ცხელება მაქვს, ვირუსული ინფექცია, არაფერია, მოზრდილი ადამიანი ვარ, შეიძლება რომ ადვილად გადავიტანო. თუმცა მანამდე მინდა გკითხოთ კიდევ რისკ ფაქტორები, ანუ რა შეიძლება იყოს რისკ ფაქტორი, ეს არის ასაკი, თქვათ რომელიღაც კატეგორიის პაციენტები, რომელთანაც შედარებით მაღალი სიხშირით შეიძლება განვითარდეს გულსიზარდთა სისტემის მხრივ გართულებები ვირუსული ინფექციის დროს, აი რა არის ეს რისკ ფაქტორები? რისკ ჯგუფში ძირითადად შედიან ხანდაზმული პაციენტები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც უკვე აქამდე დიაგნოსტირებული ჰქონდა გულის დაავადებები, როგორიც არის არტერიული ჰიპერტენზია, კორონარული არტერების დაავადება, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ესე იგი მძიმე სარქლოვანი პათოლოგიები, სარქლოვანი პათოლოგიები, ასევე დიაბეტის მქონე პაციენტები, იმუნოსუპრესირებულები, დაუშვათ, როდესაც ქიმიოთერაპიას, სხიურ თერაპიას იტარებენ, ასეთ პაციენტები უფრო მეტად არიან რისკის ჯგუფში, თუმცა ზოგჯერ როგორც აღნიშნეთ, ახალგაზრდა ასაკში, ჯანმრთელ პირებშიც, როდესაც ეს ვირუსის ინტოქსიკაცია არის ძალიან მაღალი, რა თქმა უნდა, ვირუსის ტიპზეც არის დამოკიდებული, შეიძლება მოგვცეს კარდიოვასკულური გართულებები. ბატონო, პირველი ნიშნები. გვაქვს ვირუსული ინფექცია, როდის მივხვდე, რომ აუცილებლად, აი აქამდე შეიძლება რომ ბინაზე ვყოფილიყავი, მაგრამ ეხლა აუცილებლად უნდა მივიდე ექიმთან და განსაკუთრებით როდის უნდა მივმართოთ კარდიოლოგს. რა ნიშნებია? ყველა შემთხვევაში არ უნდა მივიდეთ კარდიოლოგთან, მაგრამ არის ისეთი კლინიკური ნიშნები, როდესაც აუცილებლად უნდა მოგმართოთ. ეს არის ვირუსის შემდგომ ან ვირუსის პერიოდშიც ძლიერი ტკივილი გულმკერდში, რასაც შეიძლება თან ახლდეს ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, ძალიან ადვილად დაღლა, ასევე არითმიები, გაჩქარების, გულის ფრიალის შეგრძნება, ქვემოკიდურების შეშუპება, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნის და როცა უჭირთ და სულ თქვა უჭირთ, ასეთ შემთხვევაში შეიძლება მივმართოთ კარდიოლოგს, რათა ჩაუტარდეს ეს დამატებითი ლაბორატორიული ინსტრუმენტული კვლევები და მდროულად დიაგნოსტიკა მაგვარიდოს ეს გართულებები. რა კვლევები არის ხოლმე ძირითადად, რომელიც გვეხმარება, რომ იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა, თქვათ იმისთვის, რომ ჩვენ სწორად დავსვათ დიაგნოზი, ამოვიცნოთ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში რუტინულად უნდა ჩატარდეს ელექტროკარდიოგრამა, ეხოკარდიოგრაფია, რათა შეფასდეს გულის კუმშვადი ფუნქცია, ასევე როგორც ვთქვით, პერიკარდიუმის ხრუშის სითხის არსებობა, გულის უკმარისობის ნიშნები ხო არ არის გამწვავება გულის უკმარისობის და ასევე უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული კვლევები. მათ შორის მინდა აღნიშნო ტროპონინის, კარდიოტროპონინის ანალიზი, რომლითაც უნდა გამოვრიცხოთ ხო არ არის გულის კუნთის დაზიანება მიოკარდიტების შემთხვევაში და ზოგადად სისხლისაერთო ანალიზი და ინფექციის მარკერების შეფასდეს, რათა მოხდეს შემდგომ დიფერენციალური დიაგნოზი და შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობის დაწყება. გეთანხმებით, იმიტომ რომ ეს რუტინული კვლევაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ვივარაუდოთ, რომ ამ ვირუსულ ინფექციას ხო ბაქტერიული გართულება არ დაერთო და მკურნალობის ტაქტიკა ასეთ შემთხვევაში მოგეხსენებათ, რომ აბსოლუტურად უნდა შევცვალოთ. შეგვიძლია თუ არა, ნინო, აი რა რჩევები შეიძლება მივცეთ ჩვენს მაყურებელს, რომ თავიდან ავიცილოთ ეს გართულებები? ანუ არის თუ არა შესაძლებელი ისევ მართოთ ჩვენ ვირუსული ინფექცია, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ გულსიზარდთა სისტემის გართულებების განვითარების რისკი? დიახ, რა თქმა უნდა, ამისთვის პირველ რიგში პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ, რაც მოიცავს, რომ უნდა ავირიდოთ ეს გულის ხმობს პირველ რიგში ჰიგიენას, ხელების რეგულარულ დაბანას, ასევე პირბადის გამოყენებას და ვირუსული ინფექციაც ავირიდოთ თავიდან, კი ბატონო. ვაქცინაცია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს და ასევე აუცილებელი არის ვირუსის დროს სწორი მართვა. სამწუხაროდ ჩვენ ყველა ვირუსს ვერ ავირიდებთ ვაქცინაციით თავიდან, იმიტომ რომ ამ
ამის საშუალება უბრალოდ არ გვაქვს, დღეს არ არის ეს ვაქცინები, თუმცა ყველაზე საშიში ვირუსის, რომელიც ყველაზე ხშირად გვირთულდება სწორედ, არა მარტო გულსიზართა სისტემის დაავადებებით, არამედ სხვა ორგანოების დაზიანებითაც, ეს არის მაინც გრიპის ვირუსი და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არსებობს, თუმცა სამწუხაროდ მოცვის მაჩვენებელი არ არის მაინც და მაინც დიდი და ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ როდესაც უკვე დაემართება პაციენტს, მე ამბობს, რომ მე ნეტა გამეკეთებინა აცრა, იმიტომ რომ ზოგჯერ იმდენად მძიმედ მიდის და შემაწუხებლად, რომ ეს პრობლემა არის. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ გრიპის ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩავიტაროთ, ყოველწლიურად უნდა ჩავიტაროთ, იმიტომ რომ ყოველ წელს არის ის შტამები ვაქცინაში შეტანილი, რომელსაც ველოდებით რა შტამიც გამოიწვევს დაავადებას და მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულწილად სანამ სეზონი იქნება, სანამ სეზონი დადგება, მანამდე ჩავიტაროთ ვაქცინაცია. 100%-ით გეთანხმებით ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რაც შეეხება სწორად მართვას. ეს ამაში გულისხმება პირველ ერთ-ერთი არის სითხის ადეკვატურად მიღება და აქ მინდა გამიმარტო ერთი რაღაცა, რომ პაციენტები ზოგჯერ პაციენტები, რომელსაც აქვთ უკვე დიაგნოსტირებული გულის ქრონიკული დაავადება, სარქოვანი მძიმე დაზიანებები, ასეთი პაციენტები ხშირად მეგობრების ან ახლობლების შევით იღებენ დიდი რაოდენობით სითხეს. ეს ასე არ შეიძლება, აუცილებლად თუ თქვენ იცით და დიაგნოსტირებული გაქვთ ესეთი დაავადებები, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ თქვენს კარდიოლოგს და ის შეგეჩებთ თქვენთვის ოპტიმალური რაოდენობის სითხეს მიღებას, ვინაიდან სწორედ ეს არაადეკვატურად მიღებული სითხე ძალიან ხშირად არის ხოლმე გულის ქრონიკული უკმარისობების გამწვავების ერთ-ერთი მიზეზი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ დროს მოხდეს პულსის, არტერიული წნევის, გლუკოზის დონის ციფრების კონტროლი. არა მარტო ტემპერატურის, ხო? არა მარტო ტემპერატურის, ასევე სატურაციის, იმიტომ რომ ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში გამწვავების დროს ვიცით, რომ ქვეითდება და ეს ერთ-ერთი ტრიგერია იმის, რომ უნდა მიმართოთ ექიმს და ასევე რა თქმა უნდა და ვაკონტროლოთ ჩვენი ჩივილებით. ხო არ იმატებს აირის უკმარისობის ხარისხი, ხო არ იმატებს ტკივილი გულმკვეთრში, ქვემოკიდურების შეშუპება, რათა მერე დროულად მოხდეს მიმართვიანობა კარდიოლოგთან ან ოჯახის ექიმთან, ვისაც შესაძლებელია. დიდი მადლობა, იმიტომ რომ თქვენ ახლა არაჩვეულებრივად ჩამორთვალეთ ის ღონისძიებები, რომ არ გაგვირთულდეს ჩვენი მდგომარეობა და ამ თვალსაზრისით ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც თქვენ ხაზი გაუსვით და მეც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის რომ ჩვენ თვითმკურნალობა არ უნდა დავიწყოთ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მივმართოთ ექიმს, მით უმეტეს, როდესაც გამოჩნდება ისეთი საგანგაშო ნიშნები, როგორიც არის ქოშინი, როგორიც არის ძლიერად ადვილად აღლა, ძლიერი გამოხატული სისუსტე, გარკვეული არითმები და რაც მთავარია, ტკივილი, ასეთ შემთხვევაში ოჯახის ექიმთან ერთად გადაწყვიტეთ აუცილებლად კარდიოლოგის მონახულებაც. მით უმეტეს თუ თქვენ გაქვთ ქრონიკული დაავადება, თქვენი ექიმთან შეთანხმების გარეშე არ მიიღოთ არც მედიკამენტი და როგორც ახლა ნინომ აღნიშნა, არც ზედმეტი რაოდენობით სითხე, რომელმაც შეიძლება შექმნას პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა ნინო, ასეთი საინტერესო რჩევებისთვის და ჩვენს მაყურებელს ჯანმრთელობას ვუსურვებ.